Ursula von der Leyen, თქვენ მთავარ საფრთხეს წარმოადგენთ ევროპისთვის. თქვენ ევროპის სირცხვილი და მისი სამარცხვინო დასასრულის მიზეზი გახდებით იმ შემთხვევაში, თუ ძალაუფლებას არ დათმობთ. თქვენ ევროკავშირი ბიუროკრატიულ ციხედ გადააქციეთ, რადგან ნებისმიერ ადამიანს რიყავთ, ვინც გაბედავს საკუთარი აზრის დაფიქსირებას. თქვენ ავიწროვებთ იმ სახელმწიფოებს, რომელთაც სურთ იყვნენ სუვერენულები. აშანტაჟებთ ადგილობრივ მთავრობებს, თუ ისინი უარს ამბობენ თქვენს ავადმყოფურ პოლიტიკურ კურსზე, მაგრამ უნგრეთი თქვენი მარიონეტი არ არის. და მე, ვიქტორ ორბანი, პირდაპირ გეუბნებით, გეყოთ ევროპის განადგურება. თქვენ მუდმივად დემოკრატიაზე საუბრობთ, თუმცა ვერ ხედავთ თავად რა დღეში ჩააგდეთ დემოკრატია. თქვენ ავიწროვებთ მათ, ვინც არ გეთანხმებათ. აწესებთ ცენზურას და მხარს უჭერთ ბრიუსელის ელიტურ დიქტატურას. თქვენ სანქციების ომი გამოუცხადეთ რუსეთს, მაგრამ ამის შედეგად არა რუსეთი, არამედ ევროპელები იტანჯებიან. სწორედ გერმანელი მშრომელები კარგავენ სამუშაოს. სწორედ ფრანგი ფერმერები არიან გაკოტრების ზღვარზე. სწორედ უნგრელებს მოუწევთ ორჯერ მეტი გადაიხადონ გაზის საფასურში. თქვენ ჩვენ ფეხებზე კიდივართ. თქვენ ევროპას არ ემსახურებით, არამედ იცავთ მათ ინტერესებს, ვინც გმართავთ. თქვენივე იდიოტური სანქციებით გაანადგურეთ ევროკავშირის ეკონომიკა. თქვენივე ენერგეტიკული ავანტიურებით, თქვენივე სულელური გადაწყვეტილებებით ევროპელებს სიღარიბისთვის წირავთ, რადგან ვაშინგტონიდან წამოსულ ბრძანებებს ასრულებთ. სინამდვილეში ოდნავადაც კი არ გააღელვებთ ევროპა. თქვენ მკაცრად მიჰყვებით საკუთარ კურატორებს, რასაც ჩვენი კონტინენტისთვის კრიზისი, ქაოსი და განადგურება მოაქვს. თქვენ გამუდმებით საუბრობთ სოლიდარობაზე, მაგრამ სად არის თქვენივე სოლიდარობა, როდესაც ახრჩობთ არასასურველ მთავრობებს, როდესაც ცდილობთ დასაჯოთ უნგრეთი მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ არ გვსურს თქვენი კარნახით ვიცხოვროთ. თქვენ არ ხართ ლიდერი, თქვენ ერთი საცოდავი ჩინოვნიკი ხართ, რომელსაც რეალობასთან ყველანაირი შემხებლობა დაკარგული აქვს. უკრაინა თქვენს საერთოდ არ გადარდებთ. ეს უბრალოდ ხელსაყრელი მიზეზია თქვენი კატასტროფული პოლიტიკის გასაგრძელებლად. თქვენ ევროპას უსკრულში მიაქანებთ და თუ ვინმე არ შეგაჩერებთ, ევროკავშირი თქვენივე ხელმძღვანელობის პერიოდში დაიშლება. კარგად გახსოვდეთ, ურსულა, ევროპა ნელ-ნელა იღვიძებს და ხალხს აღარ სჯერა თქვენი ყალბი გამოსვლების. თქვენი მმართველობა მხოლოდ და მხოლოდ უკმაყოფილებას და განრისხებას იწვევს. თუ ფიქრობთ, რომ უნგრეთი დაექვემდებარება თქვენს დიქტატს, მაშინ ძალიან ცდებით. ჩვენ სუვერენული სახელმწიფო ვართ და არ მოგცემთ უფლებას ჩვენი ერი და ჩვენი დამოუკიდებლობა გაანადგუროთ. თქვენი მმართველობის დრო იწურება და ისტორიულ სამსჯავროს ვერსად დაემალებით, რომელიც იმ ყველაფრისთვის გაგებინებთ პასუხს, რაც ევროპას დამართეთ. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.